საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ, რა იწვევს ზამთრის ალერგიებს, რა ვირუსები ცირკულირებს ამ ეტაპზე და როგორ ვუმკურნალოთ ალერგიასა და ვირუსებს. თემაზე სტუმართან პედიატრსა და ალერგოლოგ ექიმ შორენა ცხელიშვილთან ერთად ვსაუბრობთ. საღამოშიდობის ქალიშვილის ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ბედნიერი იყოს ახალი წელი ჩვენს ქუთაისში, ჩვენს ქალაქში, მოეტანოს სიმშვიდე. ჯანმრთელობა და ბედნიერება. ძალიან დიდი მადლობა. იანვარი გვიახლოვდება, საკმაოდ ისეთი ძალიან ცივია თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ ცივი ზამთარი გვაქვს და ზამთრის ალერგიებზე მინდა გკითხოთ, რა იწვევს ზამთრის ალერგიებს, რა ალერგიები შედის ზამთრის ალერგიებში და გვასწავლეთ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ალერგიებს. მოგესალმებით პირველ რიგში კიდევ ერთხელ. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცივი სეზონი ჯერ არ დამდგარა, ვირუსების აქტიურობა შეიმჩნევა მთელს საქართველოში და მსოფლიოშიც, იმიტომ რომ ჩვენი პაციენტები მიუფანტულიანი ან საზღვარგარეთ და ის რომ მარტო საქართველოშია ვირუსები, ამასაც ვერ ვიტყვით. ვირუსების დროს განსაკუთრებით აქტიურდება ალერგიული გამოხეტულება და პაციენტები თვითონ ალერგიის მქონე პაციენტებისთვის ეს სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით აქტიურია ამ დროს ალერგიული რინიტები, ვაზომოტორული რინიტები, განსაკუთრებით აქტიურია სიცივის ალერგიები, რომლებიც გამოხატულია უმეტესად დერმატიტებით და ვიზუალურ არაკომფორტულობას ქმნის პაციენტთან. ეხლა თავის არიდება ძირითადად ხდება იმით, რომ როცა პაციენტმა იცის, რომ ეს არის ძირითადად და მწვავდება ამ პერიოდში, უნდა შეეცადოს, რომ განსაკუთრებით სანამ დაიწყება სეზონი, მიმართოს ალერგოლოგს, ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები, გარდა ამისა თერაპია, რომელსაც ის იტარებს სეზონურად, ამ პერიოდში არ გამორჩეს, რეგულარულად მოიხმაროს ის მედიკამენტები და პარალელურ რეჟიმში, აი ყველაზე კარგი ალერგიისგან თავდაცვის საშუალება არის ადამიანის გაკაშება, სუფთა ჰაერი, სპორტული რეჟიმი, რაც ნაკლებად არის ჩვენი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ უნდა ვეცადოთ მედიკამენტთან ერთად მეტი წილი მაინც პაციენტის ჯანმრთელობისთვის მაინც სუფთა ჰაერს, სპორტს და სწორ კვებას მივანიჭოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა უფრო კონკრეტულად და ვრცლად გკითხოთ სიცივის ალერგიაზე. რას ნიშნავს სიცივის ალერგია, როგორ უნდა ამოვიცნოთ ადამიანს, როდის აქვს სიცივის ალერგია? სიცივის ალერგია ნიშნავს, რომ ეს დაავადება აქტიურდება უშუალოდ დაბალი ტემპერატურის დროს. ეს შეიძლება იყოს გამოხატული ზედასასუნთქი გზების პრობლემით, როგორიც არის სხვირის გაჭედვა, სპაზმური ხველა. აი ძალიან ხშირ შემთხვევაში პაციენტი გადის თუ არა ცივ ჰაერზე ეწყება სპაზმური მახრჩობელა ხველა და იძულებული ხდება აიფაროს კაშნე ან შემოbrunდეს თბილგარემოში და მეორე ვარიანტი ეს არის დერმატიტის სახით, როცა პაციენტს ემართება აქერცვლა, გაუხეშება, გაწითლება, ნუ ჰიპერემიას ვეძახით ჩვენ, რომ არ ვისაუბროთ პირდაპირ მარტო სამედიცინო ენაზე, ანუ პრაქტიკულად პაციენტმა უნდა წაისვას სპეციალური დამცავი კრემები, რომ სიცივისგან დაიცვას კანი, როცა ეს დერმატიტს ეხება. სხვათა შორის სიცივის ალერგია არც თუ ისე დაბალ პროცენტშია მოსახლეობაში გავრცელებულია საკმაოდ გავრცელებულია ძალიან, თუმცა არევა იმისი, რომ აი როდესაც პაციენტებში არის სიცივით გამოწვეული ალერგია და მიმდინარეობს ხშირი ვირუსული ინფექციების დროს ცხვირის გაჭედვა ან ხველება, ნუ ამის დიფერენციაციაც უნდა შევძლოთ, რა თქმა უნდა, აქ პედიატრის და ალერგოლოგიის ან ყელყურის კიდევ თანდართულად ურთიერთჩართვა საჭირო, პაციენტმა გაარჩიოს ეს ნამდვილად სიცივის ალერგია, ნამდვილად რამოდენიმე ვირუსის თანხვედრა, რაც ხშირია ძალიან. ხალხო, როგორ უნდა გაარჩიოს რიგითმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, ეს არის ან როდის უნდა მიმართოს მე რამდენი დღეს ალერგოლოგს? საერთოდ ალერგია ნიშნავს მომატებულ მგრძნობელობას და გახანგრძლივებულ დაავადებას, ხო? ანუ თუ ეს სიმპტომები გრძელდება 2 კვირაზე, ანუ 2 კვირიდან 20 დღეზე მეტი, უკვე ამ შემთხვევაში ეს უნდა ჩაერთოს აქ ალერგოლოგი. თუმცა ეხა განვასხვაოთ ისიც, რომ არის ხოლმე ინფექციური რინიტები, როდესაც ჩანადენი აქვს პაციენტს, ანუ ჩვენ ამას ალერგოლოგები აუცილებლად ვამისამართებთ ყელყურთან. ნუ ესეც შეიძლება იყოს სიცივისგან გამოწვეული ინფექციური რინიტი, რომელსაც თან ერთვის ვირუსი, ბაქტერია და იწვევს კიდე ზედასასუნთქი გზების მწვავე ინფექციურ დაავადებებს. ნუ აქ მარტო ალერგოლოგიური კუთხე არა, აუცილებლად უნდა ჩაერთოს ოტორინოლარინგოლოგიც. კი ბატონო, აი ალერგენები, რომლებიც არის სახლში, დახურულ სივრცეში, ისეთ ადგილებზე, რომელიც არ მიავდება,
ძალიან მრავლად ბინადრობენ ეს ალერგენები, განსაკუთრებით აქტიურებია ზამთარში, კი ბატონო. და როგორ ამოვიცნოთ, რომ გვაქვს ეს ალერგია? ეს ძალიან ხშირი და სოფლიოს მოსახლეობის უმეტესად, ვისაც აქვს ალერგია, ძალიან ხშირ შემთხვევაში და ჩემ პაციენტებსაც, მე როგორც პედიატრ ალერგოლოგი, ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვადასტურებთ რაზე აქვს ალერგია, მოდის, რომ გვაქვს ოთახის მტრის ტკიპებს. ეს არის მიკროსკოპული არსებები, რომლებიც ყველგან ბინადრობს და განსაკუთრებით უყვართ თბილიდან ნესტიანი გარემო და განსაკუთრებით ჩვენი დასავლეთი. ანუ იგივე პაციენტი, რომელსაც მტრის ალერგია აქვს და ცხოვრობს აღმოსავლეთში, შეიძლება ასე მწვავე და არ მიდიოდეს ეს პროცესები, რაც დასავლეთში ხდება. ამის ამოცნობა კლიმატი განაპირობებს. ამის ამოცნობა 21 საუკუნის ალერგიულ სტრუქტურაში ძალიან ხელმისაწვდომია. ჩვენ ქალაქშიც გვაქვს ამის საშუალება, ანუ საქართველოში ძალიან ბევრი არის ამის დასადასტურებელი. თუმცა პირველი პაციენტი აი ეს რო სანამ გამოკვლევამდე და ექიმ და მივართ, გეტყვით, რომ აი შენობაში რო შევდივარ, ან ბავშვები გეუნებიან, როცა აი სპორტ დარბაზში შედიან, მიმწვავდება სიმპტომები, ვერ სუნთქავ, ცხვირი მეჭედება, ან შრალი ხველება, შეტევით ხველება მიტყდება და ასე შემდეგ. ანუ პირველი აქ აუცილებლად უნდა ვეძებოთ ოთახის მტრის ტკიპები და აი სწორი აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს ოთახი. აუცილებლად ბეწვიანი სათამაშოები, ხალიჩები უნდა ავიცილოთ, სველი წესით დავამუშაოთ ოთახის და პირველი კიდე ჩემი რეკომენდაცია უამრავი ხსნარებია, რომლებიც ოთახის მტრის ტკიპების გასანადგურებლად იყენებენ და ჩვენთან საქართველოს ბაზარზე არ მოქმედებენ ალერგიაზე არ იწვევენ არა პირიქით ეს არის ჰიპოალერგიული, რომლებიც ორ კვირაში ერთჯერ, ზოგი არის ორ თვეში ერთჯერ, ან 6 თვეში ერთჯერ ხდება ამ ხსნარებით რბილი ავეჯის დამუშავება, ხალიჩის დამუშავება, ფარდებიც კი მუშავდება ამ ხსნარით, სადაც შეიძლება ოთახის მტრის ტკიპებმა იცხოვრონ და ამით კიდევ მივაღწევთ რემისიას, გამწვევებს ავიცილებთ. და მთავარი კიდევ აი ჰეპა ფილტრის გამოყენება მტვერსასრუტით და ჰეპა ფილტრის გამოყენება კონდენსირების დროს. აი ასეთმა პაციენტებმა, რომელთაც იციან, რომ მათთ აქვთ ოთახის მტრის ტკიპის ალერგია, აი უნდა შეეცადონ, რომ ტექნიკა, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, იყოს ჰეპა ფილტრის. ამის საშუალებაც არის საქართველოში, რომელიც ამ მტრის ტკიპების შემოღწევას შენობაში უშლის ხელს. ახალი წელი ახლოვდება ახლა და ეს კიდევ ეს ერთი კიდე პრობლემა სახალხოდ, როცა ბავშვები მიირთმევენ უამრავ ტკბილეულს, მოდის ძალიან ბევრი ინტოქსიკაციები, მოდის შოკოლადი. რა თქმა უნდა ესეც, მაგრამ ნუ ამით ახლა ბავშვებს ყველაფერს ვერ აუკრძალავთ, რა თქმა უნდა მიირთვან, დაიცვან წესი. ოქროს წესი, ნუ რა თქმა უნდა, ჯერ ძირითადი საკვები და მერე ტკბილეული, რაც ააცილებთ და მთავარი კიდე აი ძალიან ხშირ შემთხვევაში არის აი ახალწელთან დაკავშირებით ყვები ხოლმე, რომ აი წინა წელს შენახული ნაძვის ღია სათამაშოები, რომელიც უამრავი ტურის ბუდია, აი ამ გაშლის დროს, აწყობის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში მეყავს პაციენტები, რომ მოხდა პაციენტის თანხვედრამ, ალერგიასთან, ბრონქიტი, ლარინგიტით, გამწვევებით მოხდა ჩემთან, პიროტექნიკასთან პაციენტის ურთიერთობა ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ პიროტექნიკით მწვავდება ხოლმე და ხდება ობსტრუქციები, ანუ სპაზმური ბრონქიტები, ანუ ამისგანაც ბავშვები უნდა დავიცვათ. ანუ ყვებაზე მეტად მოდი ეს გავამახვილოთ, რომ ბავშვებს არ ვაწყენინოთ. კი ბატონო. თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ჯერ კიდევ არ დამდგარა ძლიერი სიცივეები, მაგრამ ძალიან გავრცელდა ვირუსებიო. თუ შეიძლება ამ ვირუსებზე რა გავრცელდა დღესდღეობით, რომელი ვირუსები ფიგურირებს და რა ტიპის ვირუსებია? ფიგურირებს ზედასასუნთქგზების ვირუსები, აი კონკრეტულად ადენოვირუსი საკმაოდ არის გავრცელებული, ახლა ის ალერგიასთან ნაკლებად არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ახლა გამონაკლისით მიმდინარეობს მომართავენ ხოლმე კოქსაკის ვირუსული ინფექცია, რომელსაც მეორენაირად ახლა ესე არასწორად, მაგრამ ჭუჭყიანი ხელების ვირუსი ეძახიან, ვრცელდება ბავშვთა დაწესებულებაში, სადაც იზოლაცია ხშირი, ამჭიდროა, ბავშვები ვერ ასწრებენ ხოლმე ისე სწრაფად ხელების დაბანას. ეს არის ხელპირ ფეხის ვირუსი ეძახიან სხვანაირად, ხელფეხპირის ვირუსი უბრალოდ კოქსაკი მიმდინარეობს მტკივნეული გამონაყრით პირის ღრუში, ლაქოვანი, ჰიპერემიული გამონაყარია ხელებზე, ფეხებზე და მუხლებზე. ნუ ალაგებადია ძალიან კეთილსაიმედო, თუმცა ზედმეტი ჩარევა არ ჭირდება, ხშირი ხელის დაბანა და თუ გართულების შემთხვევაში შეუძლიათ რომელიმე მალა მოწაისვა, რომელშიც მინიმალური დოზით შედის ანტიბიოტიკი. სხვა რაიმე გართულება არ აქვს. ძალიან არის გავრცელებული ჩუტყვავილი ამ ეტაპზე. კი ბატონო, ეს მინდოდა მეკითხა, რომ სადაც არ უნდა გაიარო, ყველგან ბაღიც და ბაღის მასწავლებლები საუბრობენ. ჩუტყვავილი და აი ძალიან გავს ჩუტყვავილას და ამ კოქსაკის გამონაყარი ერთმანეთს და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ამის დიფერენცირება საჭირო. თუმცა ვიცით, რომ ჩუტყვავილა ერთხელ მოიხდის ბავშვი და მეორე და რა და ეს მე ვამშვიდებ კიდეც მშობლებს, რომ ბავშვთა ასაკში ჯობია ამის გადაწყება
ეტანა და უფრო იოლია, თუმცა ორივე შემთხვევაში აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ფრთხილების ბოლომდე დაჭრა, ნუ რაც შეიძლება მშობლებს ვასწავლოთ, აუცილებლად მიმართონ პედიატრს ან ინფექციონისტს, თუ ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტად და აუცილებელი არის ბავშვების რა თქმა უნდა თავშეყრის ადგილიდან ცოტა ხნით მოშორება. მიუხედავად იმისა, რომ ხო იზოლირება ბოდიში, აი როცა გვეუბნებიან რომ ზეიმია, ბაღია, საჩუქრებია, მაგრამ ცოტა ხნით აუცილებლად დავიცვათ თავი კონტაქტისგან. კიდევ ერთ შეკითხვა მექნება, როცა არ ვიცით, აი ბავშვს აქვს ცხელება, თუნდაც მოზრდილი იყოს, რაღაც მისთვის უჩვეულო ჯანმრთელობის მხრივ გამოვლინებები. როდის ჯობია პაციენტმა მიმართოს ექიმს ამ უცნაური რაღაცეების, ცხელების, თუნდაც გამოვლინებისას თუ რამდენი ხანი შეიძლება დაყოლდეს პაციენტის სახლში და როდის არის საჭირო მიმართოს სპეციალისტს? დიახ, ამ დროს პირველი ოქროს წესი, თუ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის განსაკუთრებით საყურადღებო, ანუ შეიძლება ტემპერატურა მხოლოდ 1 დღით ჰქონდეთ პაციენტს, მაგრამ იყოს ძალიან მოთენთილი, ადინამიური, სითხეს არ იღებდეს, ამ დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და რა თქმა უნდა, ნუ ჯერ მის მკურნალ და ოჯახის ექიმთან ურთიერთობა და შემდეგ ის გადაწყვეტავს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია თუ სხვა მედიკამენტოზური ჩარევა, მაგრამ არსებობს თუ ბავშვი აქტიურია, სითხეს იღებს 3-4 დღის განმავლობაში ვირუსები მიმდინარეობს ზოგადად 3-დან 5 დღემდე მწვავე მაღალი ტემპერატურით, მიმდინარეობს ზედასასუნთქი გზების გამოვლინებით, სხვიდან სისხლდენით, ესა ბოდიში უკაცრავად სისველით, ხველით, ყელის ტკივილით, ნუ ჩვეულებრივი მოვლენაა დღევანდელი რეალობაში, ხლა ჩვენ გადავიტანით კორონას უზარმაზარი ტალღა, იცით ხო? ანუ იმ ვირუს რაღაც მისი ფაზა აქვს, რაღაც დრო, როცა ორგანიზმმა მის საწინააღმდეგოდ უნდა გამომუშავოს ანტისხეულები. ანუ ნუ ეხლა ექიმების რო დავზოგოთ და სტაციონარიც, ეხლა ყოველ დაცემინებაზე ჰოსპიტალიზაცია არ არის აუცილებელი. ანუ აქ მაინც პაციენტის კლინიკიდან უნდა გამოვიდეთ. თუმცა 3 დღეზე მეტი ცხელება უკვე აუცილებელი არის პაციენტმა მიმართოს ექიმის სტაციონარს. იმის და მიხედვით, თუ კი მოთენთილია, ადინამიურია, თუ მდგომარეობა უკვე პაციენტის ისეთია, რომ ექიმი თვლის საჭიროდ, რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაცია. თორე სხვა შემთხვევაში კორონავირუსი ახსენეთ და საკმაოდ არის გავრცელებული ახლა. ეს მინდოდა მეკითხა, მას შემდეგ რაც დასრულდა ეს პანდემია, რამდენად ხშირად ხდება გამოვლენა კორონავირუსის? ხშირად ხდება ჩემთან, აი ისე რომ აი ვამბობ ხოლმე რომ ეხლა რო იყოს ის პერიოდი, როცა ჩვენ ვაკეთებდით ამის იდენტიფიცირებას, ალბათ ძალიან ბევრ პაციენტთან მოგვიწევდა ამის იზოლაცია. ხდება იცი და საკმაოდ აი ის თulit თქვენ საჭიროთ რომ დაიტესტოს რა შემთხვევაში? დიახ, აი თუ ძალიან მაღალია ტემპერატურა, ანუ რა თქმა უნდა პაციენტი მეორე-მესამე დღეს მოგმართავს, ნუ იქ კლინიკური გამოვლინება და რა თქმა უნდა სისხლის ანალიზის მიხედვით რა თქმა უნდა ხდება. აი კლინიკურ გამოვლინებაში კლინიკურ გამოვლინებაში მაღალი ტემპერატურა ბავშვებში ძალიან ღებინება მუცლის ტკივილი, რომელსაც უკვე მოზრდილი ასაკი კიდეც თვითონ გეუბნებათ, ხოლო პატარა ასაკში სახსრების ტკივილი, თავის ტკივილით მიმდინარეობს ბავშვებში. აი ეხლანდელი ომიკრონის ძირითადი დამახასიათებელი მირეკავს დედა რომ აი არ უთქვამს თავის ტკივილი 5 წლის ბავშვს, მაგრამ აქვს. თუ სადმე ხდება რომ კიდე შემორჩენილია ეს ტესტები და ბავშვები ჩვენთან ინფექციურში ამის საშუალება არის. ელჯიკოში გვაქვს ამის საშუალება რომ დაიტესტონ. ფასიანია ეს და თუ არ მაქვს ინფორმაცია, ბოდიშის მოხდით ამ ინფორმაციას. კარგით, აი ვირუსები მომძლავრდა ეს სხვადასხვა გამოვლინებებით. პრევენცია რა არის, როგორ დავახციოთ თავი, ისევ ნიღაბი თუ აი მეკრთი, აი ეს პირველი როცა შემოვიდი და მოვიდოდი ვფიქრობდი რომ მეთქვა, აი აუცილებელია ნიღბის ტარება ეს ნუ კორონას და ომიკრონის რო ჩვენთვის უცხო იყო ეს, მაგრამ თუმცა დაგვანახა რეალობამ რომ აუცილებელია. აი, როცა იცით, რომ ამცირებს რა თქმა უნდა, გავრცელების რისკს ამცირებს. პირველი ის, რომ ბავშვები ხლა ძალიან ხშირად ავადობენ და, ნუ, გასაგებია ბაღის დაწესებულებიდან ავიცილებთ თავს, მაგრამ სკოლაში ბავშვების სიარული აუცილებელია. ხო? ამიტომ შესაბამისად თუ კი ნიღაბი აქვთ ბავშვებს, გავრცელების რისკი ნაკლები, რა თქმა უნდა, ტემპერატურის ფაზაში არ წავლენ სკოლაში, მაგრამ ხო არის რომ მაინც ვირუსი გადამდებია შემდგომ ფაზაშიც. ამიტომ ნიღბით ეს რა თქმა უნდა აცილებადია. ხშირი ხელების დაბანა, სწორი კვება აუცილებლად ბავშვების, აუცილებლად სპორტთან კავშირი. აი, რასაც ძალიან ხშირად მოუწოდებ ხოლმე ჩემ პაციენტებს, რომ ბავშვებს ძალიან ხშირად უწევს ჯდომა უმეტესად ზიან ბავშვები და ნაკლებად არიან ფიზიკურად აქტიურები. იმიტომ რომ არიან ძირითადად ტელეფონებში. გაჯეტებთან, ხო, აი ეს ნამდვილად კეთახმებით და ძირითადად ვშუბობ ხოლმე ჩემ პაციენტებთან ამ თემაზე და ვთხოვ ხოლმე, რომ აი თუნდაც რაღაც რომელიღაც საგანი გადავდოთ გვერდზე, კი გავაბრაზებ შეიძლება ეხა რომელიმე პედაგოგს, მაგრამ ჯერ აუცილებელია ბავშვის ფიზიკური განვითარება.
7-8 წლის ბავშვმა არ არის ვალდებულება, რომ იცოდეს 3-4 ენა, იცოდეს ჯერ ფიზიკური აქტივობა, იცოდეს სპორტული მონაცემები ქონდეს, ჩამოიყალიბოს ხერხემალი და ამის მერე ვიზრუნოთ ნებისმიერი ენის სწავლაზე, რომელსაც აუცილებლად მოასწრებენ ჩვენი პაციენტები. კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეს ახალწლო თემას, გოზინახს, ნამსხვრევს, ტკბილეულობას. თვითონ გოზინაყი, კაკალი, მიგოზი, რამდენად ალერგიულია? ნახეთ, თუ კი ეს პაციენტმა იცი არ არის მაღალი ალერგიულობით, აი ზოგჯერ როცა მეკითხებიან, აი გოზინაყის და ნიგზის თუ დადასტურებული ალერგია არ აქვს, არაფერი უარყოფითი არ გააჩნია, აი თაფლზე და თუ დადასტურებული ალერგია პაციენტს არ აქვს, არანაირი უკუჩვენება არ აქვს, მაგრამ თუმცა შეიძლება გადაჭარბებულმა მიიღებამ გოზინაყისმა ისეთ პაციენტთან გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, რომელსაც არ თაფლზე აქვს ალერგია და არც გოზინაყზე. ნუ აქ არის ის, რომ თუ იცით, რომ იცით ნიგოზე ალერგია გაქვთ, ან თაფლზე არ უნდა მიირთვას ბავშვმა და არც მოზრდილმა, მაგრამ თუ კი არ აქვს ალერგია და დიდი რაოდენობით მიიღებს, ამას მიიღებს გაზიან სასმელთან, ჩვენ სანელებლებიანი საკვები გვაქვს კიდე შებოლი პროდუქტები, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია და საკმაოდ მწვავე ურტიკარიებით გამოვლინდება კვინკე შეშუპებით, გამოვლინდება დიარით, რასაც მე აი ეს ურტიკარია და კვინკე შეშუპება რამდენად საშიში მდგომარეობა? საკმაოდ საშიში მდგომარეობა და საყურადღებოა. მე ჩემ პაციენტებს ვუხსნი ხოლმე, რომ ეს არის ორგანიზმის მოთმინების უნარი. რაღაც რაოდენობრივად ჩვენში იმდენი ალერგენია, რომ უკვე განგაში მოქცა ორგანიზმმა და აუცილებელია ამის ყურადღების მიქცევა, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ კვინკე შეშუპება ან ურტიკარია დაემართოს ალერგიულ პაციენტს. სოფლიო მოსახლეობის მე-13 შეიძლება განვითარდეს, აი თითქმის ყველაზე მეტი ალერგიული, როცა ითვლიან ალერგიულ დაავადებებს, ყველაზე მეტი წილი მოდის კვინკეს შეშუპების და ჭინჭრისციების და ურტიკარის, ასე რომ ურტიკარის საერთაშორისო დღეც კი დაწესებული მსოფლიოში. იმდენად კი, იმდენად ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა მსოფლიოსთვის. და აი პირველი ეს ორგანიზმის პირველი ნიშანი მისი, რომ რაღაც ალერგიის დონე მეტია მის ორგანიზმში, ეს შეიძლება მედიკამენტმა გამოიწვიოს, შეიძლება გამოიწვიოს საკვებმა და თავარი ეხლანდელი ურტიკარიების ძირითადი მიზეზი არის ხშირი ვირუსული ინფექციები. აი თვითონ ხშირ ვირუსულ ინფექციებსაც შეუძლია გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, ისეთ პაციენტებშიც კი, რომელსაც არასოდეს არ ქონია. ალკოჰოლი და ალერგია. კი, ალკოჰოლიდანაც გვაქვს ხშირად ალკოჰოლური ინტოქსიკაციები, თან ალკოჰოლი იწვევს თვითონ ალერგიულ რეაქციებს, მაგრამ ნუ რახანახა მე პატარებში მუშაობ, ჩემთან ნაკლებად არის, თუმცა მშობლები ხშირად მომართავენ, რომ აი რა არის ამის აცილება, ვეუბნები, როცა იცი ეს არის ოქროს წესი, რაც გაძლევთ ალერგიას, ის არ უნდა მიირთვათ. კი ბატონო და ვერ გაგიშვებთ სტუდიიდან ისე თუ არ შეგეკითხეთ ალერგია და კანი. დიახ. კანზე გამოხატული ალერგიები. რა იწვევს? უმეტესად. ეხლა თქვით სიცივის ალერგია, კონტაქტური ალერგიები არსებობს. არსებობს დერმატიტი, ეს არის ატოპიური დერმატიტი ბავშვებში, რომელიც ძირითადად თანდაყოლილია და უმეტესწილად ძალიან ხშირად განპირობებული არის ბუცვატყოფნის პერიოდის პრობლემებით, დედის განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით. ძალიან ხშირად დერმატიტები, ანუ კანის ალერგიები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ზოგჯერ მარტო ალერგოლოგები ვერ წყვიტავთ და ვიხმართ ხოლმე დერმატოლოგებსაც. თუმცა პირველი, აი კონტაქტური დერმატიტის დროს არის, როცა ეხება პაციენტი და მაშინ აქ აი მაგალითად სარეცხ საშუალებებზე. აი ბავშვები როცა თამაშობენ ხოლმე, არის ხოლმე ეხლა ძალიან არის აჟიოტაჟი სათამაშოები, რომლებიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, ბავშვები ეხებიან და ეწყებათ ალერგიული რეაქციები. სიცივის ალერგიაზე უკვე ვისაუბრეთ. თუმცა ყველა ამათის თავიდან აცილება არის აუცილებლად დამცავი კრემები, რომელიც ჩვენ ბაზარზე საკმაოდ ბევრია და კარგი ხარისხის. არის ალერგიები გამოწვეული კანზე, აი თუნდაც ისეთი ნივთიერებებიც, რომელიც შეიძლება ჩვენ უსაფრთხოდ მოგვეჩვენოს. აი ბავშვები თამაშობენ კოსმეტიკით, პატარა გოგონებით და შეაცვენია, რომ სუნამოზეც ბევრი ადამიანს აქვს ალერგია. აი პატარების კოსმეტიკები არის, ბავშვები უყურებენ YouTube-ში, ახლა აქვთ ეს როგორ უნდა გაიკრასკოს პატარები და ხშირად მაგ ხოლმე რომ მოდიან უამრავი ან დედის კოსმეტიკა შეიძლება გამოიყენა ხშირ შემთხვევაში. არის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მობრძანდით. მადლობა თავად. გითხარით, როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ ალერგიებს, როგორ შეიძლება გამოვიცნოთ ალერგიები, ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ექიმი, პედიატრი და ალერგოლოგი შორენა ცხელიშვილი.